ძირკოკმა საუკუნოვანი ისტორიის მქონე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას წელსაც გრანდიოზულად უმასპინძლა. გურჯაანის სპორტული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში საქართველოს საუკეთესო მოჭიდავეებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებული გორელი ფალავანი გიორგი პაპუნაშვილი გახდა, რომელსაც სპეციალური პრიზი ჭედილა გადაეცა. გელა მეგრელიშვილის სიუჟეტი. გურჯაანის სპორტული გაერთიანების მიერ უმაღლეს დონეზე ჩატარებული კიდევ ერთი ღონისძიება ისტორიის კუთვნილება გახდა. წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული ფორუმი, რომელსაც ჩვენი მუნიციპალიტეტი ტრადიციულად მასპინძლობს, ძირკოგის გრანდიოზული ასპარეზობაა. ძირკოგის გრანდიოზულს მართლაც ისტორიული წარსული გააჩნიათ, საუკუნეზე მეტი ხნის ტრადიციები აქვს. ამ ტრადიციებითა რომ მოყვება ამას, ეს მართლაც მექა არ ბერდება. ქართული ჭიდაობა თავისთავად ცხადე უკვე ასეულობით ახალგაზრდა საერთიანებს. ეს შემთხვევით არა რომ ასეთი ღირსეული ადამიანები ფალავნები ჩამოდიან, დავითაშვილი, ბერძენიშვილი, ყუბულური, ბერქაური, აგერ რა თაობა. თავისთავად ცხადე ამ სოფელს უკვე დაუმკვიდრა ამან ისტორიული წარსული დღევანდელობა ამ კომპლექსის შექმნით უკვე ასეულობით ბავშვი კიდევ ვითხრი იმეორებ. ესაა ცხოვრება და ესაა ხვალდადის გამარჯვება. მე მინდა უსურო ძირკოკელებს, გურჯაანელებს, სპორტი ყოველთვის იყო შვიდობის დესპანი, შვიდობა და ჯანმრთელობა მინდა უსურო მთელ მსოფლიოს. შესაძლოა ვინმეს გადაჭარბებულადაც მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული სახეობის მსგავსი მასშტაბის ტურნირს დღემდე ანალოგია არ გააჩნია. ყოველივე კი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი და უმთავრესი, ძირკოგის გრანდიოზული საუკუნეზე მეც ითვლის. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, მას შემდეგ რაც ადგილობრივი მკვიდრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა, სხვა უამრავ კეთილსაქმესთან ერთად მშობლიური ძირკოგისთვისაც მოიცალა და მისი უშუალო ძალისხმევის შედეგად 10 წლეულების განმავლობაში მოძველებული საჭიდაო ადგილი სპორტის უმნიშვნელოვანეს კომპლექსურ კერად გადააქცია. გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოგში საუკუნეზე მეტია, რაც ქართული ჭიდაობის ტრადიცია არსებობს. დღევანდელი დღეც კიდევ ერთხელ ამ ტრადიციის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ტრადიციის შენარჩუნება, რადგან ეს არის ფესვები იმ ჭიდაობის და იმ წარმატების ქართულ ჭიდაობაში, სპორტში, მსოფლიოს მასშტაბით, რაც საქართველოს აქვს ზუსტად ასეთი ღონისძიებები და ასეთი ტრადიციებით და მოგეხსენებათ, რომ ქართული ჭიდაობა არის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლი და ზუსტად იმიტომ რომ ეს არის სახალხო მნიშვნელობის ღონისძიება და აქ ხდება მთელი საქართველოს გაერთიანება. მნიშვნელოვანია რომ ეს ტრადიცია შენარჩუნდეს და გადაეცეს მომავალ თაობებს. ქართული ჭიდაობა არის ჩვენი საჭიდაო სპორტის სახეობების ფესვები, ის ფესვები, რომლებსაც მოთხილება ჭიდება და განვითარება ჭიდება და დღევანდელი დღე ეს ნათელია იმისა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება ქართული ჭიდაობა ჩვენ ქვეყანაში. დღეს ჩვენ ვართ გურჯაანში, მე მინდა მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ასეთი ლამაზი ზეიმი შექმნეს. ისტორიულ სოფელს განახლებულ საჭიდაო არენასთან ერთად თანამედროვე ევროპული ტიპის ახალგაზრდობის ცენტრი, მინი საფეხბურთო მოედანი და სატრენაჟერო სივრცე ამშვენებს. ასე რომ ადგილობრივი და მიმდებარე სოფლების მოსწავლე ახალგაზრდობისთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი, რომ სპორტით დაკავდნენ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ. ახლა კი უშუალოდ 111-ად გამართული ტურნირის შესახებ. როგორც მოსალოდნელი იყო ძირკოგს საქართველოს საუკეთესო მოჭიდავეები ესტუმრნენ. მონაწილე წყვილებმა ტრადიციულ ნახერხიან საჭიდაო არენაზე გადაინაცვლეს და ათასობით მაყურებელი უშეღავათო ორთაბრძოლებით გაანებივეს. მუნიციპალიტეტ გურჯაანის კახეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ გოჩას და თითოეულ სპორტსმენს კიდე დღეს მოჭიდავეებს, რომლებიც მონაწილეობენ და სიამოვნებას ანიჭებენ მაყურებელს, თავისი აქ ყოფნით ამხნევებენ და საინტერესო ორთაბრძოლების მოლოდინში ვართ, რომ ძალიან კარგი ღონისძიება იქნება. ყველაზე ძალიან ეს ღონისძიება მიყვარს კახეთში თარდება, არ არსებობს სადაც არ უნდა ვიყო, რომ გავიგებ ხოლმე აუცილებლად მოვდივარ. ესეთი ღონისძიებები ძალიან ხშირად უნდა ჩატარდეს. დიდი მადლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტს, ბატონ დავით სონღულაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს, სპორტის მინისტრს, აგერ აგზანდებიან ბატონი შალვა, რავიც ყველას თითოეულ ვიც ამ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ძალიან მოუწევს ჯერჯერობით ყველაფერი გარდაცვლილი ჩვენთვის თავარია, როგორც ყოველთვის თავ არავინ იყოს. ძალიან სერიოზული შემადგენლობაა ჩამოსული, საიდან აღარ არის ჩამოსული მოდი, დიდი სიკარები და
ასე შემდეგ. განსაკუთრებით დაძაბული გახდათ 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში და აბსოლუტურ პირველობაში მოასპრეზეთა პაექრობა. შეჯიბრის მიმდინარეობას თვალყურსადევნებდნენ საქართველოს გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის სამინისტროს თავკაცი შალვა გოგოლაძე, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მესაჭე თემურ ხუბულური, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფალავანი ალექსი დავითაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერეძიშვილი, ქართული ჭიდაობის კახეთის რეგიონული ხელმძღვანელი გოჩა ტატიშვილი, უნიჭიერესი მსახიობი და ტელეწამყვანი როლანდ ოქროპირიძე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული სტუმრები. ძალიან სასიამოვნო შეგრძნება. ზოგადად აქ ყოფნა და ამდენი ხალხის ერთად ნახვა, ამდენი გურჯაანელის ერთად შეკრება, ბავშვების, დიდების, რა ვიცი, ქალების, კაცების, ყველას. მე თუ მკითხავ, ძალიან ხშირად უნდა მოხდეს ხოლმე მსგავსი შეკრებები და მსგავსი ღონისძიებები. ყველას უსურვებ გამარჯვებას ჯერ პირველ რიგში მოჭიდავებს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მოჭიდავეები არიან, მოწვეულები დღეს ჩვენთან სტუმრად და ძალიან სასიამოვნო და ამაღლებული განწყობაა რა და კიდევ ვიმეორებ რომ ძალიან საჭიროა ესეთ შეკრებები ზოგადად ჩვენ ქვეყანაში. ტურნირის მთავარი პრიზი გვერდეთელა ჭედილა და შესაბამისად საქართველოს 2025 წლის აბსოლუტური ფალავნის წოდება კი გორელმა მოჭიდავე გიორგი პაპუნაშვილმა დაისაკუთრა.